პატარა ძმა არის, ეს უფროსი ძმა, ბრატ. ვინმე თუ აბრაზებს, ორივე გამოდიან. ვაი. მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს არის ძალიან მაგარი დღე რა. დღეს არის 21 რიცხვი, 21 ივნისი. ვართ ჩამოსული ბათუმში. და აი უყურებ ერთ რაღაცას და რავი, ისევ ვკაიფობ. პროსტა რაღაცა სასწაული აყენია ოპერატორის უკან. სასწაული შავი ფერის, კარბონის ბაგაჟნიკი აქვს, მაგარი დისკები უყენია, გამშვები აქვს, 4 ინჩიანი. ხო და რავი, GT არის ბრა. Only getting started when it's midnight, keeping it tight. If a nigga wanna go to war, it can get dark, but we stay bright. Coming like a knight, it's on sight. Ever touch my sleeve? Niggas round there wanna disagree when it's clear that I'm speaking facts. Man like me, you know I'm proactive. Never gonna stop till I see the big man's on flats. Hop on the front door, it's like midnight. Don't lose your grip, cause you might fall out again. I'll fight with. ჩამოედით. მოვიდა ეს დრო, რომ ჩამოედით GT-რის გადასაღებლად. ეს არის ჩემი ძმაკაცის მანქანა. ჩამოვიდა რუსეთიდან, რუსეთში ნაყიდი მანქანა არის და ეხლა ამ მანქანაზე მოგიყვებით ბევრ რაღაცა საინტერესოს. დავიწყოთ ვიზუალიდან რა. თესლობაა ბრა. იმინა, რავი, მაგრამ მევასება ეს არის, კაი, ეს კი არა, ამის ძრავი არის, ჩემი ოცნება, ეს ძრავი უნდა იყრიოს ჩემ მანქანაში. აი, просто ძალიან სასწაული რაღაცა არის. ვინც არ იცის, აქ აყენია 3 და 8 V6 twin turbo. ეხლა ამ მანქანაზე არის აკაურ საწვავზე, ეს, რუსეთში დანასტროიკებული არის. ექტოა აზზე არის რა, ლუკოილის ექტოაზე დანასტროიკებული. იქ იყო 700 ცხენის ძალა, აქ რო ჩამოვიდა აკაურ საწვავზე 620 ცხენის ძალა აქვს. რავი, დავიწყოთ ყველაზე, მარტივიდან, წამო. დავიწყოთ გამშვებიდან. შეცვლილია მთლიანი გამშვები, დაუნპაიპები 3 ინჩიანი უყენია გრედის. მერე მიდის ის გამშვები GTC ტიტანიუმი. ოღონდ ნიჟავეიკის არის რა, ანუ ტიტანის გამშვები არა, ეს არის ნიჟავეიკის. და 4 ინჩიანი არის თან. 4 ინჩი მიდის დაში. თქვენ ახლა გეგონებათ რაღაცა რომ დაიქოგება სასწაული ხმა აქვს? არა. ძალიან წყნარი ხმა აქვს, არ აწუხებს არაფერს. რავი, დადიხარ. ნახეთ, ბაგაჟნიკი კოვანი კარბონი არის. მერე მოდი აქეთ კარნიზები. კოვანი კარბონი არის, ნისმოს ვიძე რა. ანუ ყალიბი აიღეს ნისმოს კარნიზიდან და კოვანი კარბონი გააკეთეს. იგივე სარკეები, ანუ მთლიანად არის რა, მთლიანი корпуსი არის კოვანი კარბონის. შიგნიდანაც და გარედანაც რა. ანუ არ გიგონთ რომ რაღაცა ფირი არის გადაკრობილი. მოდი, კიდე განახებ სადა ეს კოვანი კარბონი. ეს ადგილები კოვანი კარბონი არის. საინტერესო ფაქტს გეტყვით. ესეთი დისკები მთელ სოფლიოში მარტო ერთი არის. ერთი. ანუ ასეც ამ ზომის ვერ ნახავთ, შანსი არ არის. ეს არის შეკვეთილი პანზაკას გაკეთებულია რა, ბრატ. სალონი ცოტა შეცვლილი აქვს. აი ეს პოლუკოვში არის Nissan Juke RS-ის. ეხლა გეტყვით რაში არის სხვაობა Juke-ის პოლუკოვშების და GT-რის პოლუკოვშების. აი ეს არა აქვს. ანუ აი ეს ადგილი GT-რის ნისმოს პოლუკოვშებს არა აქვს. ანუ და ტრაკი ეს სტრიალებს რა. ავხადოთ კაპოტი. მოდი. აი ეგ არის ამ მანქანის გული. V6 ორტურბინიანი. აქ ეხლა რაც ხედავთ, ძრავი გაუხსნელი არის, ანუ სტოკი ძრავი არის, სტოკი ცივი კოლექტორი, 3 ინჩიანი შემშვები, ტიალის ბლოუფები უყენია. კიდე მთავარია, სტოკ ტურბოებზე არის. ანუ რეალურად ეს მანქანა არის გათვლილი, რომ ყოველდღე იარო და არ იწვალო რა. ანუ ყველაზე ნაღდი კონფიგი და გამძლე რა. ყველაზე გამძლე კონფიგი არის. აი ეგრე. 1000 კუბიანი ID ფირმის არის რა. ID დინამიკ რაღაცა, короче, ინჟექტორები და 405-იანი ბენზინსოსი რა. ეხლა რაც შეეხება ინტერიერს. რული არის რესტაილინგის. ხო, ცოტა გადაკეთებული არის კარბონის. აქ არის ალკანტარა. რავი, დავქოქოთ. ამ მანქანაზე არის 4 მაპი. 4 მაპი, ეკოტეკის ნასტროიკა არის გაკეთებული. და ნახეთ, აი აქ ჩახედე. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ბუსტ კონტროლერი აქვს რა, походу. ბუსტი შეიძლება აწევა, გადართვა. ანუ აი ახლა
კნოპკას ვწევ და ბუსტის ეზდება რა. თუ მინდა დავწევ ელექტრო ბუსტ კონტროლერი რა. იგივე შეიძლება მაპების შეცვლა მარტივად რა, ერთ კნოპკას აჭერ და ცვლი მაპებს. მეორე, მესამე, მეორე, პირველი. ხო, ნახე კიდე განახებთ, აი აქ შეხედეთ, ტახომეტს. აი მაპებს როცა ვცვლი, ანუ აი ესე შვები რა, ანუ ამას დავაჭერ. და ნახეთ, მაპი რო იცვლება, ტახომეტზეც იწევა მეორე მაპი, მესამე და მეოთხე. ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ეხლა აგიხსნით. პირველი მაპი არის პოსტა ქალაქში რო გაიარო, მეორე მაპი არის საგაზაოდ, ანუ ბაივოი პრაშივკა რა, ზვერ მაშინა. მესამე მაპი არის, ნახეთ, საგაზაოდ და კიდე დანამატი არის გადართვის დროს პოპკორნი აქვს რა, რო იცით ხოლმე, აი რო გადართვა ესე რო შვება. და კიდე არის გაძილა მოდ, ცეცხლებს რო იცვლის რა. ანუ იმნა ცეცხლი რო გამოდის გამშვებიდან მეოთხე მაპი არის. გამშვები გინდათ მოусმინოთ. აი ახლა მოусმინოთ გამშვებს, ვნახავთ, ანუ ქალაქის რეჟიმში და მე გაძილა მოდ. აი ეს იყო პრასტოი. აი ახლა იქნება გაძილა მოდ. ცოტა გავიწიოთ. ვაი. მაგრამ შევეშინდა რა გამოისროლა. ვა, საღოლ. ცოტა შემაშინეს და ეხლა მივდივარ ცოტა სხვა ადგილას, ნუ რაღაცეები რო გავტესტო, თან გავზომავთ რა 0-100 და რაღაცეებს. ეხლა დავეწევი. სად არიან ჩემი აი, всё, დავინახე. For speed, I'm not switching the lane. Pick up the pace, bro like that, I'm back to the base. Back to the base. Back to the base. How I could never act. Been trying to stack up racks on racks. Boys in the back wearing all black, staying on track. But I should come and that's on me. Out here getting this beef, you work for the devil, better retreat. Coming too icy, coming too clean, could never move shady, ain't no feet. Shotgun, London, what's the outcome? You know, I'm a madman, just can't stick to the program. Raise up the heat, keeping the tension, shifting the gear to a different dimension. Red light, speed up, take off, hop on the front door, it's like midnight. Don't lose your grip, cause you might. Так, აბა დავჯექით რულზე. ეხლა გადავრთავთ პრაშივკას. მეორეს ჩავრთავთ რეის და პირველი გადავიწერეთ და წავედით. რავი, ასწორებს მაგრა. ესეთი რული ჩემ მანქანაშიც მინდა. ეხლა ჩავრთავთ კომფორტულ პადუესკას და წავალთ ნახავთ, აბა ეს კლასისნაირად თუ ვილით. Idolopazet მანქანას უეჭველი. ეხლა ჩვენ ცოტა სწორგზაზე გავალთ. წინ გავალთ, მერე მოვატრიალებთ, თან 4 მეტრასაც გავტესტავთ. აბა, წავიდა ცოტა დავაჭერ. არაფერს არ ვიტყვი, პროსტე კომენტარების გარაშე. ამ მანქანაში უნდა დაждდეთ და ანუ იგრძნოთ რა. ეს არის პროსტე ისეთი სიამოვნება. რავი, მიდის რა, მიფრინავს მანქანა. თან კომფორტში ვარ და 1 და 5 ბარზე არის და კომფორტში. ეხლა მოვატრიალებთ, короче, კომფორტს გამორთავთ, ყველა სპორტულ რეჟიმს ჩავრთავთ და თან გავტესტავთ რა. სპორტულ რეჟიმში და სპორტულ რეჟიმში. ეს არ ჩაერთო. ეს კომფორტში. პადუესკას დავტოვეთ კომფორტში, დანარჩენი ყველაფერი სპორტ რეჟიმში რა.
Короче, დადის მანქანა რეალურად სასწაულად. ოღონდ ცოტა საწვავის თემა არის და სულ ამის კაი დრო ვერ დავწერთ. ოღონდ ამის დროები აქაურ საწვავზე განახებთ, აი აქ არის. როგორ დადის 402 მეტროს. 100-200 და 0-100-იც. მე გავიარე, მაგრა გამისროლა და ხო და ამის წინ კარგად გამშვები ვერ გადავიღეთ, ანუ ხმები. და ცოტა სხვა ადგილას ხო ვართ ახლა და უნდა ვქნათ, короче. ახლა იქნება უბრალო გამშვები, როგორიც უნდა იყოს. ხო და ახლა ჩაერთვება გაძილა მოდი. Короче, ვინმეს გაღვიძება თუ გინდა შენს მაგას თუ ჩაეძინა, უეჭველი გაღვიძებ რა. დაუყენებ და მთელ სახს გააღვიძებ. ხო არ ხანდაო. Короче, ჩვენ ცოტა მოგშვიდა და რა ვიცი, სხვა მანქანებთან გაზაობას არც ვაპირებდით. იმიტომ რომ ეს მანქანა არის, არ გაზაობს რა. ანუ ჩვენს მაგაც პროსა დადის თავის ფონში, თავის ისწორებს რა. და რავი, ეს პატარა ძმა არის, ეს უფროსი ძმა, ბრატ. ვინმე თუ აბრაზებს, ორივე გამოდიან. კაი, ამაზე დავასრულებთ ვიდეოს რა. და ჩვენ წავალ შევჭამთ, თან ზღვაზეც გავიბანებთ. ყვილა ხარ ჩამოვედით ბათუმში, ხომ უნდა ჩავყვინთო ერთი წყალში. რავი, როგორც ვიცურავებ, ვიდეოს არ გადავიღებ და გამოწერეთ არხი, დაალაიკეთ და დაგემშვიდობებით და მალე დაგიბრუნდებით. ჯერ არ ვიცი რა მანქანას გადავიღებთ. ამის გადაღებას ორი თვე ჩარეჩობდი რა. როცა ვერ მოვდიოდი, ხან მაგაც ვერ ჩამოდიოდა, ხან მე ვერ ჩამოდიოდი. შემდეგ იქნება რამე მაგარი. ოღონდ ამაზე მაგარი არ იქნება უეჭველი გეუბნებით. GTR-ზე მაგარი არ იქნება. ოღონდ რაღაც საკაიფო იქნება რა, გაგისწორდებათ. გამოწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ ის ვიდეო.